მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, რუსთაველის პირდაპირ ეთერში 12-ის ნახევარზე ეთერში ღამის კურიერი და გიორგი სანაია. მომავალი პარლამენტის ბედი ფაქტიურად გარკვეულია. წინასწარი მონაცემებით ამ დროისათვის საპარლამენტო უმრავლესობად ისევ მოქალაქეთა კავშირი რჩება. საღამო მშვიდობისა. ეთერშია ღამის კურიერი გიორგი სანაიასთან და ეკაბერიძესთან. სენსაცია საქართველოს მთავრობაში დღეს ცნობილი გახდა ქვეყნის ახალი მესამე პირის ვინაობა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კახეთის გუბერნატორი გიორგი არსენიშვილი ხდება. მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 20 მაისის დღის მთავარ თემებს ეკახოფერია წარმოგიდგენ. ბორჯომის მინერალური წყალი ახალი პრეზიდენტი გოჩა ფიფია. საღამო მშვიდობისა, მთავარი თემით თქვენ უყურებთ ღამის კურიერს, პირდაპირ ეთერში თქვენთვის მუშაობას იწყებს და ნათლისღებას გილოცავთ ეკაბერიძე. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს, 9 ოქტომბრის დღის მთავარ თემებს ეკახოფერია წარმოგიდგენთ. საკანონმდებლო ორგანო ბეიკერის ფორმულის სარია ღამის კურიერში პროფკავშირების ლიდერი ირაკლი ტუღუში. საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ღამის კურიერს 30 ივლისის დღის მთავარ თემებს ეკახოფერია წარმოგიდგენთ.
საბჭოს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელი მათიას იორში პასუხობს. საღამო მშვიდობისა 29 მარტის დღის ბოლოს თქვენ უყურებთ ღამის კურიერს პირდაპირ ეთერში ნათი აბრამია და აკაკი გოგიჩაიშვილი მუშაობენ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე დღის ახალ ამბებს ამ დროისთვის ანუგა კინკლაძე გაგაცნობთ. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა მაღალხარისხიანი ყალბი დოლარის კვალი კავკასიაში მოდის ბანკნოტებს სპეციალური აპარატურაც ვერ არჩევს. სუპერყალბი დოლარის 300 მილიონი ლარის ზარადი ეკონომიკა დაკარგავს დაახლოებით 1% ეკონომიკურ ზრდას. ეთერშია კურიერი 9 საათზე საღამო მშვიდობისა. დღეს ბოლოს მთავარ თემებს ზაალ უდუმაშვილი და დიანა ჯოჯუა წარმოგიდგენთ. Грузинское руководство сегодняшнее стремится к восстановлению своей территории. $500 ან და ბავშვის ჩამორთმევით მემუქრებოდნენ. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღის ახალ ამბებს ვახოს ანაია გაგაცნობთ საღამო მშვიდობისა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებები დღის მთავარი თემაა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს. შვიდი მანქანა დაიწყო შეიარაღებული თავისი გავითარება ასოფელ ახმაჩის მზიურის ტერიტორიიდან არის სპეცბრიგადები, რომლებიც ქალაქში მუშაობენ. ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუასთან დიმიტრი ობოლაძესთან და ზაალ უდუმაშვილთან ერთად. დამატებითი 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. სათენის მახლობლად, სადაც ორი მარტო ხელახალი ცხოვრობდა. ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუასთან და ზაალ უდუმაშვილთან ერთად. გამომდენო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. ჭადრაკის სასახლეში შეკრებილი ოპოზიციის ნაწილი დღეს ზურაბ ნოღაიდელს ოვაციებით შეხვდა. ექს-პრემიერი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ოპოზიცია არც ესაუბრებოდა, დღეს ფავორიტის როლში იყო. თავის მხრივ მადლობები ახალი პარტნიორების მიმართაც. იმპორტიორთა ნაწილი აცხადებს, რომ საბაჟოზე არსებული ცალკეული რეგულაციებით სარიელი ბიუროკრატია და სხვა არაფერს იწვევს თუ არა გამბაჟების შეფერხებას. ყოფილი სამთავრობო სტრატეგიი ბენდუქიძე ახალი მთავრობის სტრატეგიაზე რა ჯდება, რა ღირს ვანუმერაბიშვილის გეკმა და რამდენად ღირს. ქართული ავეჯი იმპორტის წინააღმდეგ მომხმარებელი დღეს
უპირატესობას ია პროდუქტს ანიჭებს და შესაბამისად სულ უფრო ხშირად ქართულს ყიდულობს. ფრთხილად მარგარიტან იქ ფორმაშეცვლილი მოლეკულებია, რაც ათეროსკლეროზს იწვევს, რა ვჭამოთ, რაც გვირჩევენ მეცნიერები. მე ახლა გოგიჩაიშვილი ვარ და მე გესაუბრებით ბიზნესზე. მოგესალმებით, მოდით თავიდანვე პოზიტიური ინფორმაციით დავიწყოთ. ბენზინი დღეს კიდევ 5 თეთრით გაიაფთა. გავაგზავნოთ ბიზნეს კურიერს და ახლა რუბრიკაში იყიდება. ნახეთ რა ლოტები გამოაქვს ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე ყველაზე მომგებიან ფასად ამ კვირაში უკვე დღეიდან. საღამოშვიდობის პაატა იაკობაშვილი ვარ და თქვენ კურიერის სპეციალურ ეთერს უყურებთ. როგორც იცით, რუსთავი 2 შენობასთან ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი გადაცემა პოსტსკრიპტუმის მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 8. გამარჯობა, ეთერშია კურიერი 10 საათზე ახალ ამბებს მე ნათია გოგსაძე გაგაცნობთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 12 საათზე მე თამარ ბაღაშვილი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 3 საათზე მე თამარ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კურიერს 6 საათზე მე თამარ ბაღაშვილი. მშვიდობის ევროპის ვერდიქტი რა ჩაიწერა სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაში და რატომ ვერ შეზღუდებით არის თავის რაღაცა მიკრო სამყაროა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ზალუ დუმაშულთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. სამშვიდობის საქართველოს ტერიტორია აფხაზეთი და გეგმება იოსებ გოგაშვილის ბრიფინგზე. კითხვები ბუნებაში ჩემთან დაკავშირებით სამართლებრივი არ არსებობს. ეთერშია კურიერი 9 საათზე. პაატა იაკობაშვილთან და დიანა ჯოჯუასთან ერთად. საღამომშვიდობისა დიდი წმენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კურიერის ინფორმაციით რეგიონული სამსახურების ეთერშია კურიერი 9 საათზე. კურიერი 9 საათზე საღამომშვიდობისა 13 წელი ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ ვიდრე მაშინ როდესაც პირველად ვთქვი ეთერშია კურიერი 9 საათზე.
ეთერშია კურიერი 9 საათზე მე ირაკლი მაისურაძე ვარ საღამო მშვიდობისა. ქართულ არმიას ჯარისკაცების ახალი ნაკადი შეემატება დღეიდან საქართველოში სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო. რომლისკენ შეიძლება გადავიდეთ რეცესიაში. და ეშველება ეროვნულ ვალუტას, რატომ ვერ ხერხდება? ჩემი კოლეგები. ძალიან საშიში იქნება ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილების შემოღება. ეთერშია შაბათის კურიერი, გიორგი გაბუნიასთან ერთად. საღამომშვიდობისა, ვიდრე მთავრობის ზოგიერთ წევრს აჟრიალებს და ფულის ბუჯა აბედნიერებს, დოლარი სულ უფრო და უფრო ძვირდება. ნახეთ, როგორი კატასტროფული სიჩქარე დაეცა ლარი ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში. ივნისის პირველ რიცხვებში 1 დოლარი ოფიციალურად დაახლოებით 2 ლარი ცეცხლის გადმოსვლა ქრისტეს საფლავზე და ქრისტიანული სამყაროს რომლებიც საფლავებს გვაშორებს. ერთი დღე მაინც რომ დაუშვან, მიცვალებულს პატივი მიაგო. შორიდან შესაძლოა რუგზავნა. ეთერშია შაბათის კურიერი, პაატა იაკობაშვილთან ერთად. საღამომშვიდობისა, ქრისტიანული სამყარო ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადება. ამ წუთებში პრაქტიკულად ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. საქართველოში ღვთისმსახურების ეპიცენტრი თბილისში სამების საკათედრო ტაძარია. კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად სწირავს. მომლოცველები მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოში სულ რამდენიმე საათში ელიან ცეცხლის ჩამოსვლას იერუსალიმიდან. ივანიშვილის ინტერესი ხელში ჩაიგდოს ისტორიული შენობა. ეთერშია კურიერი 9 საათზე, ნოდარ მელაძესთან ერთად. საღამომშვიდობისა, სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტის ინტერვიუ კურიერს. პატიმარი გლდანის ციხიდან დუმილს არღვევს და ყვება რა დავალებებს აძლევდნენ მას ოკუპირებულ აფხაზეთში. სია გრძელი იყო. რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი ალექსანდრე სამუშჩიას დიდი ფულის სანაცვლოდ ალაპარაკებული მეოცნებები შაბათ მხოლოდ კურიერში. კვირის მთავარ თემებს და მოვლენებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. ეს შაბათის კურიერია, საღამომშვიდობისა. ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო 27 ნოემბერი გლოვის დღე ცხადდება. ზღვისპირა ქალაქის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი თავდაპირველად სასტუმრო ლეოგრანდის სპა ცენტრში გაჩნდა და მალევე მთელ სართულს მოედო. კვირის მთავარ თემებს და მოვლენებს კურიერის გუნდი წარმოგიდგენთ. ეს შაბათის კურიერია, საღამომშვიდობისა. რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები არჩილ ტატონაშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გმირი ჯარისკაცი სამხედრო წესით იმ სამხედროების გვერდით დაკრძალეს, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსულ აგრესიას ებრძოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვა არჩილ ტატონაშვილის ანდერძი იყო. შეუძლებელია კადრმა ან ტექსტმა აღწეროს ის, რაც დღეს ძმათა სასაფლაოზე ხდებოდა. შეუძლებელია გადმოსცა ემოცია, რასაც დღეს
მაშასე დავიწყეთ, რატომ მოგვატყუა პოლიციამ და არის თუ არა 85 წლის მოხუცი გიორგი გახარიას ახალი მსხვერპლი. როგორ მოკლა 4 კაცი 2 იარაღით მოხუცმა, რომელიც ძლივს დადის. რუსთავიორისთვის ახალი ბრძოლა იწყება. სარჩელი სასამართლოში უკვე შევიდა. ირაკლი ოქროაშვილი ამტკიცებს, რომ მას ხელში აქვს დოკუმენტი, რომელსაც ხელს ქიბარ ხალვაში აწერს, სადაც აღიარებს, რომ მისი რუსთავიორი არასდროს ყოფილა. იყო ნომინალური მფლობელი და რეალურად ეს ტელევიზია, როდესაც ხალვაში სახელზე იყო გაფორმებული. საქართველოს თქვენ უყურებთ კურიერს 8 საათზე. კურიერმა ეთერშია კურიერი 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. ისმე ტრაგედია ხალხო ეთერშია კურიერი 9 საათზე გურამ როგავასთან ერთად. საღამომშვიდობისა ეს კურიერია, წარმოგიდგენ 19 სექტემბრის მთავარ ამბებს. რას ნიშნავს შეჩერებიდან გავრცელების ეტაპზე სანქციების დაწესებას. უპასუხისგებლო ქცევიდან პასუხისგებლობაში მიცემამდე. ეთერშია კურიერი 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 17 ეთერშია კურიერი 9 საათზე დავით კაკულიასთან და თამთა გაზაშვილთან ერთად. გამარჯობა, თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღის ყველაზე მნიშვნელოვან ამბებს კურიერის გუნდთან ერთად წარმოგიდგენთ. საღამომშვიდობის უკავშირდება თუ არა დიდუბაში მომხდარი პოლიციელის გულგრილობას. გაყოფილების მესამე სართულიდან გადმომხდარი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მოგესალმებით, ღამის კურიერი ბრუნდება პირდაპირ ეთერში და ბუნებრივია, როგორც ეს უკვე მოვყევი, მთავარი თემა არის გიორგი გაბუნიას მკვლელობის საკითხი, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ბუნებრივია, ჩვენ მქონდა ძალიან დიდი ინტერესი თავად გიორგი გაბუნია მოგვეწვია ღამის კურიერის სტუდიაში. მისგან მოგვესმინა პირადად რას ფიქრობს ის ამ საქმეზე, რამდენად კმაყოფილია გამოძიებით, რომელიც მიმდინარეობს, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ მისგან უარი, ისევე როგორც მისი უფლება დამცველებისგან, ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ მის კომენტარს. ქვეყანა ეპიდემიის წინაშეა კორონავირუსმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე მეტნაკლებად კონტროლს ექვემდებარებოდა, უკონტროლო გახდა. 34 დაინფიცირებული, 1 გამოჯამრთელებული და 1000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც კარანტინშია, ან მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღეს ამ ადამიანების ჯანმრთელობისთვის ქვეყნის მასშტაბით 100-ზე მეტი ინფექციონისტი იბრძვის.
მოგესალმებით, ეს არის კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. მესტიაში მოხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალს დღის განმავლობაში წაუყენა. მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია ქვეყანას სეზონური ვირუსები. საღამომშვიდობის, ეს არის კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამთა გაზაშვილი გაგაცნობთ. მორგი უკანონო დაკავება საოკუპაციო ხაზთან სოფელ კოშკის მცხოვრებლები კანდიდატობის კანდიდატი. თუ სტატუსი ქვეყანა არ მიიღებს, იქნება სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება და ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ხდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომში აფხაზეთი რაკეტებისა და დრონების სამიზნოდ. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 6 ოქტომბერია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ქვეყნის ინტერესი დგას დეტოთ განსხვავებული არის. საღამომშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. USAID-ის ჩარევაზე. მიუნხენი 2. ევროკავშირის პოლიტიკოსების შიში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე, დღეს 14 თებერვალია, გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. გერმანიის ახალი მობინადრე, რატომ ქვეყანა ჩვენი სახელი 6 წარმოდგენა და ჩაიკოვსკის გედების ტბა უცხოურ სცენებზე. საღამომშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 9 დეკემბერია, ვსაუბრობთ დღის მთავარ ამბებზე საღამომშვიდობისა. პროტესტი არ წყდება აქციის მე-12 დღე, დემონსტრანტების შეკრების ადგილი უცვლელია, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უცვლელია, მოთხოვნებით ხელახალი არჩევნები და იმ პირების დასჯა, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. საღამომშვიდობისა, დღეს 8 დეკემბერია, ეთერშია კურიერი 9 საათზე. მე-11 დღე რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან გრძელდება. დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტილია, დემონსტრანტების დიდი ნაწილი პარლამენტის წინ დგას. პოლიცია 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
საქართველო ევროკავშირ. ეთერშია კურიერი 9 საათზე ბრიუსელიდან ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. საღამომშვიდობისა ისტორიული დღე რუსთავიორის ისტორიული ეთერი. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე ბრიუსელიდან. ეთერშია კურიერი 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. სანდრო კაჭახიძე და ავთო გვასალია, რუსთავიორის საგანგებო ეთერი. ერთი თვე, რომელმაც მსოფლიო შეცვალა, ერთი თვე, რომელმაც მსოფლიო წესრიგი თავდაყირა დააყენა, თვე, რომელმაც მსოფლიოს უკრაინის არნახული გამძლეობა და რუსეთის ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ზუსტად ერთი თვეა. გამარჯობა, უყურებთ დღის კურიერს, მე თამარ ურუშაძე ვარ. არჩევნებამდე 38 დღით ადრე ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო იმატებს. ბოლომდე ისევ გაურკვეველი რჩება, რა კონფიგურაციით წარსდგება ოპოზიცია 26 ოქტომბერს. საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. ლელო ძლიერი საქართველოსთვის რეგიონულ კამპანიას მართავს. პარტიის განცხადებით, მათი მიზანი და ამოცანა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაცია. საღამომშვიდობისა, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვიწყებ კიდევ ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუს, ისევ რუსთავიორზე და ამჯერად ერთმანეთს ყოველ 4 შაბათს საღამოს 10 საათზე ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში შევხვდებით. ამ უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში ჩვენი გადაცემის მიზანია თქვენ მაყურებელს მოგცეთ შესაძლებლობა იყოთ უფრო მეტად ინფორმირებული და მოისმინოთ ყველა მხარის პოზიცია. საქართველოს დღეს 1 ივლისია, უყურებთ კურიერს 9 საათზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ასტანაში კასპიან პოსტ. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი მაღლის დონის ვიზიტი საქართველოსთან ტაჯიკეთში. გამარჯობა, ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გამარჯობა, ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ევთო საპარლამენტო ასამბლეამ გამარჯობა, ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე და სამომავლო გეგმები, რეგიონული ტურნეს შეჯამნიანი ნახვებით და სასწავლო კურსი, რომელიც მთლიანად ქართული ღვინის ისტორიას, ტრადიციებს და ქვევრის კულტურას ეძღვნება. ეთერშია კურიერი 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად.
თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 10 ივლისია გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. დღის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა კურიერის ინფორმაციით ის 4 ოქტომბრის საქმეს, ანუ პრეზიდენტის რეზიდენციის შტუმს ეხება. ბრიფინგს სუსის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე გამართავს. მეტი დეტალი და ზუსტი დრო უცნობია. საგანგებო ბრიფინგს ჩვენ დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ, მანამდე კი დღის სხვა მთავარ ახალ ამბებს გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი იდეოლოგი მშობლიურ ნაციონალების მიერ დაცული და მომავლისთვის შენახული ისტორია. ისინი მომავალ თაობას უსაფრთხოდ და დაცულად უნახავენ ისტორიას. სოფლიო არქივების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საღამომშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. გამარჯობა, ეთერშია კურიერი 9 საათზე დღის მთავარ ამბებს მეკესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ახალი წელი მსოფლიოსთვის ახალი სამხედრო სპეცოპერაციით დაიწყო. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე, დღეს 18 მარტია ვსაუბრობთ მხოლოდ მთავარ თემაზე საღამომშვიდობისა. საქართველო გლოვობს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გარდაეცვალა. ის რისიც ყველას ეშინოდა. მადლობა პატრიარქო, ყველაზე ხშირად ეს სიტყვები ისმის იმ წუთიდან, რაც ცნობილი გახდა, რომ ქვეყანას ერის სიმშვიდის და ერთიანობის სიმბოლო აღარ ჰყავს. თითქმის 24 საათი მის გარეშე, 2 საუკუნის პატრიარქი, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი გახდა. ახლა სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. შუადერეფნის საკვანძო მოთამაშისა და უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ურთიერთობის ახალი ეტაპი. ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია. ბრძოლა გადარჩენისთვის და მაღალი ტემპერატურის გამო დაზარალებული საფრანგეთი. ეთერშია კურიერი დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 23 საათზე, დღეს 29 ივნისია, გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამომშვიდობისა. ყირგიზეთის შემდეგ ყაზახეთის საქართველოს როგორც შუადერეფნის პროექტის საკვანძო მოთამაშე და აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აღრმავებს. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს ყაზახეთს ეწვია. ქვეყანას, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. შემცირდა თუ არა ზიზღის ენა საჯარო სივრცეში. კინების, შეურაცხყოფის და ბულინგის პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ ისინი არ ემსახურებოდნენ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და ემსახურებოდნენ ყოველთვის საგარეო ინტერესს. ინდა ემორჩილება პატიმარს ამჯერად და რაელის ნაციონალურ მოძრაობას. ეთერშია კურიერი ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს დღეს 1 ივლისია, გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამომშვიდობისა. გიგა ავალიანის სკოლობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიაშვილია. გიორგი მალანია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აიყვანეს, თუმცა ახალგაზრდა მასწავლებლის დედა სწორედ მალანიას აკისრებს შვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას. ეკა კუპატაძე დარწმუნებულია, რომ სწორედ გიორგი მალანია მისცა გიგა ავალიანის მისამართი ალექსანდრე გაბაშვილს, რომელიც ამჟამად უკვე მსჯავრდებულია.
მშვიდობისა უყურებთ ღამის კურიერს, მე თამარ ურიშაძე ვარ. საქართველოს საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი გლობალური კრიზისების ფონზე, რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნება, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ეს გადაცემა. ბოლო ორი კვირის მანძილზე თბილისში 20-მდე ცნობილი ქართული ნაციზმი ძევრის თავშესაფარში ფსიქიურად დაავადებულებს შვილები რეჟისორი საღამო მშვიდობის ეთერშია პოსტსკრიპტუმი დავით კიკალიშვილთან ერთად მე-20 საუკუნის დასაწყისში ევგენისტების მიმდინარეობაზე ადამიანის შექმნის მანიით იყო შეპყრობილი. სუფთა არიული ნაციის მისაღებად გიტლერმა 1934 წელს მიიღო კანონი სულიერად დაავადებულთა იძულების სტერილიზაციის თაობაზე. 45 წლისათვის ასეთი 400,000 გერმანელი აღმოჩნდა. საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტსკრიპტუმს დავით კიკალიშვილთან ერთად 2 წამში აპრილის პრეზიდენტები ვის სურს მიხეილ სააკაშვილის შეცვლან ჩანაცვლება. ასევე თქვენ გელით რეპორტაჟი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჟენევის ავტოსალონიდან ნახეთ 21 საუკუნის მანქანათმშენებლობის სასწაული და ბოლოს პრემიერა პოსტსკრიპტუმში ფილმ ყარაბაღი მოგზაურობა ყარაბაღში 2-ის მუსიკა და ნიაზ დიასამძე ჩვენ სტუდიაში ასევე დღევანდელ გადაცემაში თქვენ ახავთ. მშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტსკრიპტუმს დავით კიკალიშვილთან ერთად. ფუქსი და ფრენკელი ზუსტად გამსახურდია და მიკი მაუსი რამოდენიმე წამში თუ როგორ უნდა გავაკოტროთ სახელმწიფო. ასევე ნუქს ამლავთ პოსტსკრიპტუმი აგრძელებს კამპანიას რამოდენიმე წუთში თქვენ გაიგებთ თუ რა გემუქრებათ რძესა და კარაქში. და ასევე პოსტსკრიპტუმში თქვენ პირველები ნახავთ როგორი იქნება ორშაბათიდან კურიერი 9 საათზე ადგილი სადაც ახალი ამბები კეთდება. ასევე დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ. საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ პოსტსკრიპტუმს დავით კიკალიშვილთან ერთად. თავდაპირველად თბილისში პლეხანოზე რუსულ ეკლესიაში ეკლესიის ეზოში მომხდარ კვლევებასთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გამომჟღავდა და რასთანაც დაკავშირებით პოსტსკრიპტუმის კორესპონდენტი რამოდენიმე წამში მათ შინაარსს მოგვიყვება. ასევე პოსტსკრიპტუმის სტუდიაში სტუმარი ყოფილი პრემიერი და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის განცხადებით ის შესაძლოა ახლო მომავალში დაიკითხოს. ასევე კახეთი კომპენსაციას ელენას სტიქი დაზარალებულ რეგიონში ყოფილი თვახალი ხელისუფლების წარმომადგენლები უხვად არიგებდნენ დაპირებებს. მოდით ერთად ვნახოთ თუ რა ვითარება ზამთრის პირას მდგარ საქართველოს მარანში.
საღამომშვიდობისა ეთერშია პოსტსკრიპტუმი. ნუ გაგვირდებათ რომ მე მხედავთ დღეს როგორც უკვე იცით დავით კიკალიშვილი გასულ კვირას დაგვემშვიდობა. პოსტსკრიპტუმის ახალი წამყვანი კი ჯერ კიდევ ემზადება ახალი სეზონისთვის, ამიტომ დღევანდელ გადაცემას მე გავუძღვები. მაშასე როგორი იყო 2016 წელი საქართველოსთვის? გასულ წელს ჩვენ ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით შევაჯამებთ. ახალი პოლიტიკური კონფიგურაცია ქვეყანაში, ლარის კრიზისი ეკონომიკაში, არც თუ სახარბიელო კრიმინალური ვითარება. Добрый вечер, дорогие телезрители! Вы смотрите главный телеканал Грузии «Рустави-2». Мы начинаем передачу по скриптум, а я ведущий этой программы Георгий Габуния. В первую очередь я хочу... საღამომშვიდობის საქართველოში ზუსტად 9 საათია, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსთავი 2-ზე თქვენთვის მუშაობას იწყებს პოსტსკრიპტუმი. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ გაწირული ქართველი ჯარისკაცი სამხედრო, რომელიც რუსეთის დავალებით დააკავეს და დღესაც ციხეში ზის. ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, თავისუფალ სიტყვას და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ მოვითხოვთ სამართლიან მართლმსაჯულებას. ჩვენ არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ გავაპროტესტეთ ხელისუფლების ზეწოლა ქუჩაში. ჩვენი პროტესტი იყო შავი ეკრანი და დუმილი. საღამომშვიდობისა ეთერშია კურიერი პიესი. გიყვებით რა ხდება უკრაინაში, როგორ ვითარდება მოვლენები ქვეყანაში და გაჩვენებთ როგორია ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა ომის დაწყებიდან 119 დღეს. მომდევნო 1 საათი ავტოგვასალია სანდრო კაჭახიძე. თქვენთან ერთად ვიქნებით და მოგიყვებით უკრაინულ ამბებს, თუმცა მანამდე საქართველოში კვლავ გრძელთ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ბუნებრივია უნდა დაუთმოთ ჩვენ დრო. პარლამენტში მიმდინარეობს პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა. ახლა პოლიტიკური განცხადებები კეთდება. ველოდებით ირაკლი ღარიბაშვილის შემაჯამებელ სიტყვას, რომელსაც ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დღეს 25 სექტემბერია, ეთერშია კურიერი პიესი. სანდრო კაჭახიძე, ავტოგვასალია, ვაჯამებთ კვირას და გიყვებით მნიშვნელოვან ამბებს. საქართველო და მსოფლიო კურიერი პიესის ობიექტივშია. საღამომშვიდობისა. საქართველო ისტორიული შედეგის მოლოდინში, ეროვნულ ნაკრებს შანსი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გავიდეს. ხვალ ქართველი ფეხბურთელები გიბრალტარის დამარცხებას ეცდებიან. მანამდე კი 23 სექტემბერს დინამო არენა ფეხბურთის გულშემატკივრებით გაივსო. საქართველოს ნაკრების თამაშის მიმართ ამხელა ინტერესი წლები არ ყოფილა, ის რაც ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები ამ კვირაში ყველაზე მეტად ციტირებადი ფრაზა იყო. ჩვენ ვართ ქართველები და ვართ ევროპელები, ამას მტკიცება არ ჭირდება. ჩვენ ვართ
უძველესი ქრისტიანული სახელმწიფოს მოქალაქეები იმ ქვეყნისა, რომელიც საუკუნეებია იცავს ღირებულებებს, რაზეც ევროპა დგას. საღამო მშვიდობისა დღეს 12 ნოემბერია, ავთოგვასალია, სანდრო კაჭახიძე გიყვებით მნიშვნელოვანზე. საღამო მშვიდობისა, დე ფაქტო მოცემულობა დე იურე ხდება. ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია 8 ნოემბერს გაუგზავნა. 15 დეკემბერს კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ლიდერები შეიკრიბებიან და სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. დღეს 31 მაისია, თქვენ უყურებთ კურიერი პიეს სანდრო კაჭახიძესთან და ავთო გვასალიასთან ერთად. საღამო მშვიდობისა. ვიწყებთ პირდაპირ ჩართვით პარიზიდან. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ კადრებს თუ როგორ აღნიშნავთ